მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, გონების დაფის დღევანდელ გადაცემაში თქვენ მოისმენთ მსოფლიოს და საქართველოს საჭადრაკო სიახლეებს, საინტერესო ისტორიულ ფაქტებს, შევხვდებით საინტერესო ადამიანს, სტუმარს ჩვენი გადაცემისას, ბიზნესმენს, ყოფილ მოჭადრაკეს. თუმცა ყოფილი მოჭადრაკე არ არსებობს, ხო იცი ნათქვამია, რომ ერთხელ თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ სენი შეგეყრებაო ჭადრაკისო, იმას ვეღარ მოიშორებო და ასე არის. მეც პატარაობიდან შემეყარა ჭადრაკის სენი და მივხვდი, რომ პროფესიულ ჭადრაკში არ ვარ, დღემდე ვთამაშობ. მართალი ხარ, გოგა, ადამიანი თუ ბავშვობაში დაუმეგობრდა ხის ფიგურებს, ჭადრაკის ხის ფიგურებს და შეუყვარდა ისინი, სიცოცხლის ბოლომდე გაზდევს ეს და ამით ცხოვრება უფრო ლამაზი და საინტერესო არის, ხო? მით უმეტესად საქმე ეხება ჭადრაკს, როგორც უკვე წინა პირველ გადაცემაში ვთქვით, სპორტის იმ სახეობას, რომელიც ყველაზე ძველია მსოფლიოში. პრინციპში შეიძლება ალბათ ახლა ვფიქრობდი, ჭიდაობა თუ გაუტოლდება სიძველით. ჩვენ აგრეთვე განვიხილავთ ვეიკანზეში მიმდინარეობს ახლა სუპერ ტურნირი, ვეიკანზეში ერთ-ერთ ძალიან საინტერესო პარტიას განვიხილავთ, გვექნება აგრეთვე პოზიცია ამოხსნისათვის, კონკურსისათვის, სხვადასხვა წინა კონკურსის გამარჯვებული გახდა ბატონი ავთო ფანჩულიძე, რომელმაც ყველაზე სწრაფად და ყველაზე სწორად ამოხსნა პოზიცია და რომელიც მოწვეული არის კლუბ 64-ის საინტერესო შეხვედრაზე. არის მაქვს ახსენოთ რა არის ვეიკანზეზე, ეს არის პატარა ნიდერლანდებში მდებარე პატარა სოფელი, რომელიც წელიწადში ერთხელ იანვარში იქცევა ხოლმე ელიტური ჭადრაკის მთავარ ცენტრად. ტურნირი დაარსდა 1928 წელს და ყველა დიდ ყველა ცნობილ მოჭადრაკეს მიუღია აქ მონაწილეობა. პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დონესაც კი უტოლდება ხოლმე. კი, რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ ყველასთვის პრესტიჟული არის ეგ თამაში. და სიახლეებს დავიწყებ გოგა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მთავარი სიახლით 26 იანვარს სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ვაჟებში და ქალებში. 95 ჩემპიონატმა ვაჟებში და 93 ჩემპიონატმა. აი მინდოდა ამაზე გამესვა ხაზი, ზუსტად იმიტომ რომ ხანძლივი ისტორია უკვე. ხანძლივი ისტორია და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ქართული ჭადრაკის დიდ ტრადიციაზე. მე მინდა გავაცნო ჩვენს მაყურებლებს შემადგენლობები, ძალიან საინტერესო შემადგენლობა არის. ქალთა შორის ასპარეზობენ ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, სოფიკო ხუხაშვილი, ინგა ხურცილაო და ახალგაზრდები ანასტასია კირტაძე, კესარია მგელაძე, მარიამ ცეცხლაძე და დიანა ლომაია. ცოტა უხერხულია თქვა ახლა ვის გულშემატკივრად, თქო ჩვენ ყველას გულშემატკივრად აქვე ვარ მივიტყვი ქართული ჭადრაკის ქალთა და ვაჟთა ჩემპიონატები, მაინც ვიტყოდი რომ ქალთა მაინც ითვლება ერთ-ერთი უმაღლესი რანგის შეჯიბრებად მსოფლიო საჭადრაკო. ვაჟთა ტურნირში მონაწილეობენ გოგა ბადურ ჯობავა, მერაბ გაგუნაშვილი, ნიკოლოზ კაჭარავა, ლუკა პაიჭაძე, გიგა ყუფარაძე, ნოე თუთისანი, ირაკლი ახვლედიანი, კონსტანტინე შანაო, თორნიკე სანიგიძე და ლუკა კილაძე. ესე იგი მოქმედი ჩემპიონი და პრიზიორები აქაც მონაწილეობენ. ასე რომ ურჩიო ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს და მაყურებლებს, რომ მათ შეუძლიათ დაესწრონ ჩემპიონატს. ჩემპიონატი მიმდინარეობს სასტუმრო ბილთმორში, რუსთაველის გამზირზე მდებარეობს სასტუმრო. და უგულშემატკივროთ თქვენ რჩეულს და ძალიან კარგი იქნება თუ ეს ტრადიცია აღდგება, რომ ისე როგორც სპორტის სხვა სახეობებს უყურებთ ხოლმე ცოცხლად, აი ესე დარბაზში, ანტონას ღია სივრცეში, აი ესე უგულში მივიდეთ და უგულშემატკივროთ მოჭადრაკეებს, არაერთი ცნობილი და საუკეთესო მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას, როგორც ქალთა, ასე ვაჟთა პირველობაზე და მხარით შეგიძლიათ დაუჭიროთ, რა თქმა უნდა, იქ აკრძალულია ხმაური და შეძახილები, მაგრამ თქვენი იქ ყოფნა ნებისმიერი მოჭადრაკისთვის არის ძალიან ფასეული. 13-15 ფებრუარს გერმანიაში გაიმართება პირველი მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ სტილის ჭადრაკში. ძალიან საინტერესო არის, რადგანაც ადრე იმართებოდა ასეთი შეჯიბრება, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის სტატუსი პირველად მიენიჭა და საინტერესო შემადგენლობაა ძალიან, გოგა 8 საუკეთესო მოჭადრაკე, რომლის სპეციალური მეთოდით შეირჩნენ, ესენი არის მაგნუს კარლსენი, ლეონ არონიანი, ფაბიანო კარუანა, ვინსენტ კეიმარი, არჯუნ ერიგაისი, ჯავახիր სინდაროვი, ჰანს ნიმანი და ნოდირბეგ აბდუსატოროვი. იბრძოლებენ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის. ეს თავისუფალი ჭადრაკი შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ეს არის რაღაც განსხვავებული ახალი ჭადრაკის სახელით თვითონაც ხას უსვამს რა არის იდეა და პირველი რაც ალბათ მე მომწონს ეს არის რომ აქ უბრალოდ შეუძლებელია წინასწარ კომპიუტერით მოემზადო და საშინაო პირობებში ხო მოემზადო. გოგა სხვადასხვა მახსენდება ჩვენს ლეგენდარულ მაიაჩი ბურდანიძეს ჰქონდა ანალოგიური იდეა, მას ჰქონდა შემუშავებული სპეციალურად პოზიციები, რომლიდანაც უნდა დაწყებულიყო თამაში და ჩვენ სპეციალურ დოლორაში მოვათავთ ეს პოზიციები. არავინ არ იცოდა ვის რა პოზიცია შეხვდებოდა, მაგრამ აი ამოიღებდნენ დოლურიდან ამა თუ იმ პოზიციას და შემდეგ იწყებოდა თამაში. ძალიან საინტერესო იდეა იყო და ძალიან კარგი არის
იმისათვის რომ შემოქმედებითი ჭადრაკი უფრო განვითარდეს. ჩემი აზრით აი ეს გვაბრუნებს იმ ძირძველ ჭადრაკთან, იმ იდეასთან, რაც ჭადრაკს თავის გქონდა, ეს არის აი შემოქმედებითი მიდგომა და უფრო საინტერესო ხილს, არა რობოტულს, არამედ აი უფრო ადამიანურს, რაც ძალიან ფასეული არის. საპრიზო ფონდის თქვათ, ხო? ძალიან საპრიზო ფონდი არის. 300,000 евро ერთ-ერთი მაღალი საპრიზო ფონდია ჭადრაკის ისტორიაში, რაც ასევე ხაზს უსვამს მის პრესტიჟულობას. საინტერესო, ვინ გახდება თქვენი აზრით ჩემპიონი? ნუ ახლა რა ვიცი, მაგნუს კარლსენი არის ფავორიტი, თავიდანვე შეგვიძლია თქვა, რომ მიუხედავად როგორ დაიწყებს ტურნირს, რადგან ბოლოში პოლიტის პირველი არის ხოლმე. მათ შორის აქვე ვიტყვი, რომ კარლსენს სწორედ ზემოხსენებული შეჯიბრება 8-ჯერ აქვს მოგებული ნიდერლანდებში, მეორე ადგილზე რაოდენობით კი ანანდი არის, რომელიც 5-ჯერ მოიგო. ნიდერლანდების აი ეს შეჯიბრება. ვნახოთ, აბა კარლსენი იქნება თუ არა პირველი ჩემპიონი აი ამ თავისუფალ ჭადრაკში. ძალიან საინტერესო სიახლე დაანონსა ევროპის საჭადრაკო კავშირმა, დაანონსა, რომ ის ჩაატარებს საკლუბო სუპერლიგას, რომელშიც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ეს გუნდები სპეციალური შერჩევის წესით შეირჩევიან და რაც უპრეცედენტო არის 300,000 евро იქნება საპრიზო ფონდი. ადრე ევროპის საჭადრაკო კავშირის ეგიდით გამართულ ტურნირებში ასეთი მაღალი საპრიზო ფონდი არასდროს არ ყოფილა. 300,000 ძალიან მაღალია. აი შეგახსენებთ, რომ ევროპის ჭადრაკის ასე ვთქვათ კავშირის ხელმძღვანელი არის 2014 წლიდან ზურაბ აზმაიფარაშვილი, იცით რომ ის ასევე ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი იყო თავის დროზე, მას ეს არის პირველი ქართველი მამაკაცი, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა პირადში სტამბოლში და ზურაბს აქვს არჩევნები წელს ევროპის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტის პოსტზე. უსურვოთ მას წარმატებები, როგორც ამ არჩევნებში, ისე კარგი ახალი იდეების განხორციელებაში. ზურაბ აზმაიფარაშვილმა დაამტკიცა, რომ ის ძალიან კარგი ხელმძღვანელია და ევროპის ჭადრაკი პრაქტიკულად რომელიც ეპიცენტრად ითვლება, ხო, ჭადრაკისა ევროპა, ასე ვთქვათ, ღირსეულად და მოლუგიზაზე არის ამ კუთხით ევროპაში გავიხსენებ აქვე ოქროს პაიკის იდეას, რომელიც მონაკოში გაიმართა და ძალიან მინდა ძალიან გულშემატკი რომ ვიცით, რომ აი ამ შეჯიბრებას და ეს პანდემიის დროს ცოტა ხანს შეფერხდა ეს შეჯიბრება, მაგრამ იმედი მაქვს რომ დაუბრუნდეს რომ გაგრძელდეს. ბარსელონაში გაიმართა ძალიან საინტერესო მატჩი. ვინ თამაშობდა ამ საინტერესო მატჩს, თუ არა პირველი და მეორე მოჭადრაკე, ეს იყო მაგნუს კარლსენი და ჰიკარო ნაკამურა და სხვადასხვა ისინი თამაშობდნენ თვალახვეული და სტრაფჭადრაკს. ასე რომ ჩემი აზრით მე არ მიმიდევნებია თვალი სხვათა შორის, მაგრამ სხვათა შორის ნაკამურა ძალიან ისეთი მე ვაკრდები ხოლმე მის თამაშებს, ძალიან სხარტია ესეთ თვალახვეულ ჭადრაკში. მაგრამ პარტია დამთავრდა შეწირვების შემდეგ მუდმივი ქიშით. ძალიან საინტერესო იყო. ანუ ყაიმი დამთავრდა. ყაიმი დამთავრდა, მაგრამ კარგი შეწირვები იყო იქ და მუდმივი ქიში გამოაცხადა ბოლოს ნაკამურამ და მე ვფიქრობ ძალიან მაყურებელს ძალიან მოეწონა ეს ყველაფერი. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. გადავიდეთ უკვე შემდეგ ეტაპზე. გამოქვეყნდა მსოფლიოს წამყვანი მოჭადრაკეების შემოსავლები, ხო ის ყველაფერს ითვლიან ახლა და დაითვალეს შემოსავლები თუ ვინ რომელმა მოჭადრაკემ თავის სპორტული კარიერის მანძილზე რამდენი საპრიზო თანხები დააგროვა. აქ არ არის საუბარი სარეკლამო. რამდენი თანხა გამოიმუშავა. საპრიზო თანხებით ხოლმე. საპრიზო თანხებით. ну, რა თქმა უნდა, ბოლო მომენტების გათვალისწინებით, რადგან პრიზები ბოლოს ძალიან გაიზარდა, მაგნუს კარლსენი არის პირველ ადგილზე, დაითვალეს რომ მას 12.2 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული. რაც იმას ნიშნავს, რომ აი ჭადრაკის პრესტიჟი უკვე ამ კომერციული პრესტიჟი უფრო სწორად გაიზარდა. მეორე იყო ანანდი 9.5 მილიონი და მესამე იყო კასპაროვი. ну, კასპაროვი ბოლოს აღარ თამაშობს და ამიტომ მოგძალებლად ესე ვთქვათ 8 მილიონზე გაჩერდა კასპაროვის საპრიზო თანხები. ახლა რო ეთამაშა. ახლა რო ეთამაშა მას გაცილებით მეტი ეკნებოდა რა თქმა უნდა. ეკნებოდა. კარგი ამბავი არის კიდევ კომპანია Netflix-მა დაანონსა, რომ მათ გადაიღეს დოკუმენტური ფილმი უნგრელ ჯადოქარზე, ესე უწოდებენ იუდით პოლგარზე. სამი პოლგარზე არა, კონკრეტულად იუდით პოლგარზე და 6 თებერვალს იქნება ამ ფილმის პრემიერა. მე იმეც ვიტოვებ გოგა, რომ Netflix-ი ამჯერად არ დაუშვებს რამე შეცდომას. რაც ნონა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით და თუმცა ვიცით, რომ ამ Netflix-ის ამ ფილმმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიტანა ზოგადად ჭადრაკს და იცით, რომ ძალიან გაიზარდა ჭადრაკის წრეებზე ჩაწერილი ადამიანთა რიცხვი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი გადაცემაც გონების დაფაც სწორედ
დიდი იმედი მაქვს ხელი შეუწყობს რომ გაიზარდოს აუდიტორია საქართველოში არა მხოლოდ მაყურებლების ამ გადაცემის, არამედ ჭადრაკი დაინტერესებულთა. ხოშორის გოგო მოლოდინი არსებობს, რომ ძალიან ემზადებიან ამ პრემიერისათვის. იუდიტ პოლგარი სხვადასხვა გადაცემაში უკვე მიწვეული არის და სხვადასხვა ტოკ-შოუებში იღებს მონაწილეობას და იმედოვნებო რომ ეს კიდევ ერთ ტალღას მოიტანს პოპულარობის მახსოვს იუდიტს რომ მასპინძლობდი და ფოტოებიც გადაუღე მაქვს ჭავჭავაძის გამზირზე კლასიკური გიმნაზიის წინ ძალიან კარგი იყო ეს მართლაც ძალიან საინტერესო იყო ეს რუსთაველის გამზირზე რუსთაველის გამზირზე კი სწორი ბრძანდებით კარგი ამბავი მაქვს საუნივერსიტეტო სპორტისათვის და კერძოდ საუნივერსიტეტო ჭადრაკისათვის 7 თებერვალს გაიმართება უნივერსიტეტის გუნდებს შორის პირველი თასის გათამაშება და ეს იქნება ძალიან კარგი გაგრძელება იმ ტრადიციას, რომელიც ჩარშან დავიწყეთ ჩვენ, იყო პირველი ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდებს შორის და გვთილეულ გუნდში იქნება 4 მონაწილე, 1 კაპიტანი, ასე რომ ახალგაზრდები შეიკრებიან 7 თებერვალს, ამას უმასპინძლებს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აფინანსებს ახალგაზრდობის სააგენტო და ვფიქრობ, რომ ყველა ახალგაზრდა იქნება ჩართული ამ საინტერესო ტურნირში. და ჩვენს გავაშუქებთ დიდი სიხარული და დიდი სიამოვნებით და აქ ვის აქვს უფრო მეტი მაღალი შანსი რომელ სასწავლებელს? თუ გავითვალისწინოთ რომ სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველ დაფაზე თვით მერი არაბიძე თამაშობს და თითქმის ყველა ყოფილი მოჭადრაკე ამ გუნდში, რა თქმა უნდა, როგორც შარშანდელი ჩემპიონები, მათ აქვს დიდი შანსი, თუმცა შარშან ძალიან სერიოზული კონკურენცია იყო ბოლო ტურამდე ფაქტიურად გაურკვეველი იყო ვინ ხდება ჩემპიონი და მე ველოდები რომ წელსაც ესე იქნება. ჩვენ გადაცემის სტუმარია კომპანია ავერსის დამფუძნებელი პაატა კურდანიძე, როგორც ბატონმა გიამ თქვა გადაცემის დასაწყისში ყოფილი მოჭადრაკეები არ არსებობენ, მიუხედავად იმისა, რომ ბატონ პაატა არის დღეს უკვე მეწარმე, ის მაინც აქტიურად არის ჩართული და დაკავშირებული ჭადრაკთან, ასეა, ხო? კი, პაატა გვიყვება თუ როგორ დაეხმარა მას ჭადრაკის ცხოვრებაში, ბიზნესში, მედიცინაში. უკეთესად წარემართა ბიზნესი, ხო? ჭადრაკი ხო ასწავლის გადაწყვეტილების მიღების ხელოვნებას, ხო? მე მგონი ეს ყველა ადამიანის საჭირო არის და ჯობია პაატას მოусმინოთ, თუ რას ამბობს თვითონ ის ამ შესახებ. სიამოვნებით ვუყურებ ახლა ინტერვიუს ბატონ პაატა კურდანიძესთან. გამარჯობათ. გონიერი დაფა დღეს იყოფება ჭადრაკის კლუბ 64-ში, რომელსაც ტრადიციულად მასვიზრობს რესტორანი თაღი. ჩვენ გადაცემის დღევანდელი სტუმარი კი არის ალბათ სოფლიოში ყველაზე მეტად დაკავებული ადამიანი, რომლის სამუშაო დღის განრიგი გაწერილია წუთებში, კომპანია ავერსის დამფუძნებელი ბატონი პაატა კურდანიძე. გამარჯობა პაატა. გადავალ პირდაპირ შეკითხვაზე. შენი ესეთი დატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით. რა როლი აქვს თუ გამორახავ ხოლმე დროს ჭადრაკისას და რა როლი აქვს ჭადრაკის შენ ცხოვრებაში? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მაყურებლებს, თქვენს მსმენელებს. ჭადრაკი ჩემ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, თამაში რო ვისწავლე. პატარაობაში ჯერ დედამ მასწავლა, მერე მამამ ეთამაშებოდა ხოლმე. და მე მეზობლებს რო უგებდი ბავშვებს და უფროსებსაც შემიყვანეს უკვე ჭადრაკის წრეში, რომელიც იყო ქუთაისში პიონერთა სასახლეში თეთრხილთან. ეხლა სხვა ადგილზეა გადატანილი, ახალი შენობა აშენეს ქუთაისში პარლამენტთან ახლოს, მაგრამ ჩემ ბავშვობაში ეს იყო თეთრხილთან ძალიან ლამაზ ბაღში სხვათა შორის და მეორე სართულზე იყო ჭადრაკის წრე. და მე დღემდე ვამაყობ, რომ ჩემი მწვრთნელი იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, ძალიან კარგი მასწავლებელი, როგორც ჭადრაკის, ისე ცხოვრებისეული რჩევებით, ეს იყო ბატონი დავით ჩირაძე. და განსაკუთრებით ვამაყობ, რომ ბატონი დავით ჩირაძე იყო მაია ჩიბურდანიძის პირველი მწვრთნელი ქუთაისში, როცა მაიამ დაიწყო თამაში. შემდეგ კვირაში ერთხელ დავდიოდი პიონერთა სასახლეში თეთრხილთან და კვირაში ერთხელ ბალახვანში იყო ასევე საჭადრაკო კლუბი და ძალიან საინტერესო პერიოდი იყო, ვინაიდან ურთულეს ამოცანებს გვაძლევდნენ ხოლმე და საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო ჩვენ შორის, ბავშვებს შორის, ვინ უფრო მალე ამოხსნიდა, ვინ გაიმარჯვებდა. ჭადრაკი ჩემი აზრით
არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ბავშვის გონებრივი განვითარებისათვის, ისე ცხოვრებაში რომ გამოგადგეს. ხა პირადად მე ძალიან მიყვარს და მიწევს თავისთავად ცხადია გათვლა წინასწარ მთელი რიგი საკითხების, ისე როგორც ეს ხდება ჭადრაკში. მე სამედიცინო განათლება მაქვს და მედიცინაშიც ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტი რომ მოდის რაღაც ჩივილებით, უნდა დაგეგმო, რა კვლევები ჩაუტარო, რა პასუხს მიიღებს, შემდეგ მკურნალობა, ანუ ეს არ არის ერთსვლიანი კომბინაცია და არც ორსვლიანი, არის მრავალსვლიანი კომბინაცია და თან ისე არ არის მარტო შე რო დაგეგმაო, ამას სულას გავაკეთებ, მე სულას მოწინააღმდეგე რასვლებს განახორციელებს, ისიც უნდა გათვალო. მედიცინაშიც ეგრეა, რომ რა დაგვხდება მე რეალურად იქ, როდესაც რამდენიმე კვლევას ჩაატარებ, ან გავკვეთავ პაციენტს და იქ რა იქნება და სხვა შორის ბიზნესში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აგას მოგვიანებით ვისაუბროთ, სხვათა შორის სულებია გასათვლელი. კი ბატონო, მოგვიანებით დაგისვა ამ შეკითხვას, სხვათა შორის ყოველ პატარა ბავშვს ვეუბნები ხოლმე ჭადრაკის ვისაც უნდა სწავლო, რომ ყოველ სვლაზე იყვნენ კრიტიკულები. რატომ გაკეთდა ეს სვლა? თავარი კითხვა უნდა დასვა, რატომ გაკეთდა ეს სვლა და უნდა მოიძიონ მასზე პასუხი. ან მასწავლებელს კითხონ, ან თვითონ უნდა გაცილ პასუხი და ესე გავითარდებიან. კარგი, მოდი რა მაინტერესებს პატა? აი რა პერიოდამდე გაგრძელდა ეს ჭადრაკის გადაცემა, რომ ბავშვური ემოციები ხო დიდხანს მიყვება ადამიანს და ალბათ გახსოვს და როდის გადაწყვეტე რომ სწავლას უფრო მეტი ყურადღება დაგეთმო ვიდრე ჭადრაკისათვის და ფაქტობრივად გაიყო გზები. ხო, მე ჭადრაკზე სულ 3 წელი ვიარე ჭადრაკის წრეზე ქუთაისში და 6 კლასი რო დავამთავრე, გადავედი ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში და იქ უკვე აღარ დამრჩა დრო ჭადრაკისთვის, იმიტომ რომ ყოველ დღე მქონდა რამდენიმე გაკვეთილი მათემატიკის, რამდენიმე ფიზიკის და ძალიან ბევრ დავალებებს გვაძლევდნენ. აი ყოველ დღე მქონდა მათემატიკაში დაახლოებით 100 ამოცანა ამოსახსნელი, 50 ფიზიკის ამოცანა და ძალიან ბევრი დრო ჭირდებოდა და სკოლაში წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რომ ბოლომდე ყველა ამოცანა არ მომეხსნა, ყველა გაკვეთილი არ მისწავლა. და აქედან გამომდინარე იძულებული გავხდი რომ ჭადრაკის წრეზე სიარულისთვის თავი დამნებებინა, რაც სხვათა შორის ძალიან განვიცადე და ძალიან გული დამწყდა. თუმცა ჭადრაკი ეხმარებოდა ალბათ სწავლაში, ხო? ჭადრაკის ცოდნა ძალიან მეხმარებოდა და ძალიან ხშირად ვადარებ ცხოვრებას, საქმიანობას ჭადრაკის თამაშს, ვინაიდან ჭადრაკში გიწევს ფიქრი და გიწევს გათვლა. თუ დაგეზარა ფიქრი, წააგებ აუცილებლად, არ უნდა დაგეზაროს და ხშირად მქონია შემთხვევა, რომ გათვლი 1 სვლას, 3 სვლას, 5 სვლას და მერე შეიძლება დაგეზაროს, რომ აი კიდე იფიქრო. ხო, ზოგჯერ თვლი რომ მოდი გავაკეთებ ამ სვლას და მერე რაც იქნება იქნება. ამ დროს არ გამოდის. აუცილებლად რომ არასდროს გათვალე, ან ბოლომდე არ გათვალე. ამიტომ ჭადრაკში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შენი სვლებიც უნდა გათვალო, რომლის არაერთი ვარიანტი გაქვს ძალიან ბევრი და პლუს მოწინააღმდეგე სვლებიც უნდა გათვალო. გარი კასპაროვი, გენიალური გარი კასპაროვმა ძალიან საინტერესო წიგნი გამოსვლა ჭადრაკი როგორც ცხოვრების მოდელი. მარტო საუბარი არის, პარტიები არ არის განხილული, ძალიან საინტერესო წიგნი არის და ის იქ სვამს ესეთ კითხვას. რა გამოარჩევს საუკეთესო მენეჯერს, პოლიტიკოს, მოჭადრაკეს სხვებისაგან და ეგრევე თვითონ გასცემს ხოლმე პასუხს, რომ ეფექტური მოქმედებები, გადაწყვეტილები ჭადრაკი ასწავლის გადაწყვეტილების მიღების ალგორითმს. აი შენ ცხოვრებაში ჭადრაკმა რა შემოიტანა, რა გასწავლა და როგორ გამოიყენა ეს მე ცხოვრებაში, თქვა ჭადრაკის მიღებული გამოცდილება და ცოდნა. აი ჭადრაკმა პირველ რიგში რაც მასწავლა ეს არის ფიქრი. ფიქრი, იმიტომ რომ ადამიანი შრომის გარეშე ვერაფერს ვერ მიაღწევს. არ არსებობს წარმატებული ადამიანი არც ერთ სფეროში, რომელმაც წარმატებას მიაღწია უშრომლად. უშრომლად შეიძლება ვიღაცამ მიაღწია, მაგრამ ძალიან მოკლევადიან წარმატებას. ისეთ წარმატებას, რომელიც დროს უძლებს შრომის გარეშე და დიდი შრომის გარეშე ვერ მიაღწევდა.
გონებრივი შრომა არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ უფრო მეტი არა ვიდრე ფიზიკური შრომა. ანუ ადამიანს ჭირდება როგორც გონებრივი შრომა, ისე ფიზიკური შრომა. ჭადრაკმა პირველ რიგში მასწავლა სწორედ გონებრივი შრომა, აი ფიქრი, მეორე რიგში მასწავლა ეს სვლების გათვლა, რომ გათვალო ამას რო გააკეთებ, მოწინააღმდეგე რას გააკეთებს, იქაც რამდენიმე ვარიანტია, მერე შენ რა უნდა გააკეთო, აქაც rendinime variantia, mere მოწინააღმდეგე რას გიპასუხებს რამდენიმე ვარიანტი. გათვლის ხექვია ვარ ჭადრაკის ენაზე. და მესამე დროის კონტროლი. დროის კონტროლი, იმიტომ რომ ეს აი ძალიან ჭკვიანურია, ზოგადად ვინც შემოიღო ჭადრაკში დროის კონტროლი, ვინაიდან არ შეიძლება დაუსრულებლად იფიქრო, ხო? და ელოდო კონკრეტული დრო მოცემულობა და მიიღო გადაწყვეტილება. ამიტომ დაუსრულებლად ესე ვერ იფიქრებ. ანუ არც ძალიან სწრაფად არ უნდა იმოქმედო, მაგრამ არც ზედმეტი დრო არ უნდა დახარჯო. ოპტიმალური დროის კონტროლი, დროის მართვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის. რატო? იმიტომ რომ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ძვირფასი ეგ არის სიცოცხლე და სიცოცხლე არის დრო. 20 წელი ცოცხლებ თუ 80 ეგ არის დრო. და ამიტომ თუ შენ დროს სწორად, ჭკვიანურად და სასარგებლოდ იყენებ და მართავ და ყოველ წუთს უფრთხილდები, არა თუ ყოველ დღეს და ყოველ საათს და ყოველ წუთს იყენებ ჭკვიანურად და სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო წინ ხარ ცხოვრებაში და უფრო წარმატებული ხარ და აი ჭადრაკში თავიდან რო თამაშობდით ხოლმე ბავშვები ხშირად გვივარდებოდა ხოლმე ალამი. ანუ ხო დიდხანს ფიქრობდით და მაგანაც ძალიან კარგი გაკვეთილები მომცა იმისი რომ უნდა იფიქრო, ოღონდ იქაც ზომიერებაა საჭირო. რა თქმა უნდა. გათვლაზე საუბრობდი და იცი რომ მოჭადრაკე ალბათ 10-15 წუთში შეიძლება მეტიც გათვალოს, ეს პრობლემა არ არის, მაგრამ თავარი რა არის აქ? თავარი არის როგორც შენ თქვი რომ მოწინააღმდეგის რესურსები დაინახო და თავარი არის რომ გათვლი იმ სვლების შემდეგ რა პოზიციასაც დაინახავ, ის შეაფასო ობიექტურად და სწორად. აი მოჭადრაკე ასე ვთქვათ, დიდ მოჭადრაკეს რა გამოარჩევს? აი პოზიციის შეფასება, რომ გათვლა ხო ტექნიკაა უბრალოდ, შეიძლება იმეცადინო და გამოგივიდეს, მაგრამ აი შეფასება მნიშვნელოვანი არის. მე მაინტერესებს შენ ბიზნესში, რას ანიჭებ უპირატესობას? გათვლას, რისკს თუ ინტუიციას? ეხლა მე 33 წელია ბიზნესში ვარ და ვთვლი რომ რისი გათვლაც შეიძლება, უნდა გათვალო მაქსიმალურად. ბოლომდე. ანუ არ უნდა დაგეზაროს ფიქრი. ანუ მაქსიმალურად უნდა გათვალო. და არის გათვლი უფრო კარგად შეაფასებ. რაც მეც გათვლი უფრო სწორ დასკვნებს გააკეთებ, უფრო სწორად შეაფასებ და უფრო კარგ შედეგს მიიღებ. თუმცა არის ისეთი საკითხები, რასაც ხა ბოლომდე ყველაფერს ვერ გათვლი და ვერ დათვლი, ხო? ასეთ შემთხვევაში ინტუიციასაც აქვს მნიშვნელობა და მქონია ეგეთი შემთხვევები. ხო, რისკი აი როგორ გითხრათ, თუ რისკს ადამიანი იმას დაუძახებს, რომ არ გათვალოს ბოლომდე დაეზაროს ფიქრი და მოდი ესე გავაკეთებ და ვნახოთ რა გამოვა, ეგ არ არის ჭკვიანური რისკის გაცემა. მე გულისხმობ თქვა ჭადრაკის ენაზე რაღაც კომბინაციაზე მიდიხარ, გათვალე რაღაც, მაგრამ ბოლომდე ვერ გათვალე და უკვე ინტუიციაც გეხმარება და რაღაც რისკიც, რომ ეს წახვიდე თუ არა. ინტუიციასაც აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა. ინტუიციასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ რო ჩამოაყალიბოთ, რაც გასათვლელია, არ უნდა დაგეზაროს, უნდა გათვალო, მაგრამ ინტუიციასაც უნდა მოусმინო. კი, მნიშვნელოვანია. ბატა, მოჭადრაკის მომზადების ფილოსოფია ესეთი არის, რომ დიდ დონეზე გულისხმობ, რა თქმა უნდა, მოჭადრაკე პირველ რიგში სწავლობს მოწინააღმდეგის პარტიებს, დღესდღეობით ბაზაში ეს ბევრია და შეიძლება ათასობით იყოს, მაგრამ სწავლობს იმიტომ, რომ გაარკვიოს მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, სად უჭირს თამაში დებიუტში, მიტელშვილში თუ ენჩბილში და ამის შემდეგ სტრატეგია შეიმუშავებს, სად ეთამაშოს. ანუ სად უფრო მომგებიანი პოზიცია ექნება თვითონ. დაახლოებით ბიზნესმენის ესე ფიქრობს, და როდესაც ემზადება მოლაპარაკებისათვის, ან ბიზნეს რაღაც გადაწყვეტილების მიღებისას, ისიც ობიექტურად სწავლობს მოწინააღმდეგის სუსტ და ძლიერ მხარეებს, ხო? აი ბიზნესი რაღაც SWOT ანალიზს აკეთებს და ისე გეგმავს მე თავის სტრატეგიას, მოლაპარაკება იქნება თუ ბიზნეს გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალური უპირატესობა მიიღოს მან.
მოდი დავუშვათ ესეთი ამბავი. თქვა ხვალ ეთამაშები შენ პაატა კურდანიძეს. თუ გინდა ჭადრაკში ეთამაშები, თუ გინდა ბიზნესში ეთამაშები. როგორ სტრატეგიას აირჩევდი პირადად? სტრატეგია იგივე იქნებოდა აბსოლუტურად. ანუ რა ძლიერი მხარეები აქვს, რა სუსტი მხარეები აქვს, მაგის შესწავლა და მაგის მიხედვით ავაგებდი ურთიერთობას. ეს მოწინააღმდეგის შესწავლა მარტო პარტნიორებთან ხელშეკრულების გაფორმების დროს არ არის, კიდევ უფრო მწვავედ დგას კონკურენტებთან მიმართებაში. ხო, ანუ კონკურენტის საქმიანობის ცოდნა აუცილებელია. ახლა მე პირადად არასდროს არ მქონია სურვილი, რომ გავაკეთო ზუსტად იგივე, რაც კონკურენტმა გააკეთა, მაგრამ ის რომ გავაკეთო განსხვავებული რამე და უკეთესი რამე, რასაც კონკურენტები აკეთებენ, ეს აუცილებელია. ამიტომ უნდა იცოდე კონკურენტები რას აკეთებენ. კი, რა თქმა უნდა. მოდი ესე ვთქვათ, რომ წარმატების საწინდარი არის ყავდეს კარგი გუნდი, ხო? სოდაშორის ახლა დიდ დონეზე ჭადრაკს ვინც თამაშობს, მათ ყავთ ყველა ძალიან კარგი გუნდი, მწვრთნელთა გუნდი, რომელთა დახმარებითაც ისინი ემზადებიან ტურნირებისათვის. ბიზნესშიც იგივე არის. თუ კარგი გუნდი არ გყავს და მთავარი არის რომ ყავდეს კარგი პერსონები, ეფექტურად უნდა მართო ეს გუნდი, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღო თითოეული ადამიანისაგან, ხო? მოდი ასეთი პირად შეკითხვას დაგისვა. პაატა კურდანიძე რას არჩევს? მეგობრებთან ერთად ბიზნესის გაკეთებას თუ ბიზნესის შედეგად დამეგობრებას? ხა ჩემ ცხოვრებაში ბევრი რამე ისე მოხდა, რომ წინასწარ არ მქონდა ნაფიქრი, გათვლილი და ასე შემდეგ. ხა ბიზნესის კეთება მეგობრებთან ერთად არ მომხდარა ჩემ ცხოვრებაში და ბიზნესით ძალიან ბევრთან დამეგობრებული ვარ და დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ანუ დავიწყეთ ბიზნეს ურთიერთობით, მერე დავმეგობრდით და უკვე ბიზნესის გარეშე გვაქვს ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა. ანუ ბიზნესიდან გამომდინარე მეგობრობა უფრო მყარი მგონია მეც. ბიზნესიდან გამომდინარე მეგობრობა არის მყარი, როდესაც ბიზნესი აღარა გაქვს და მაინც მეგობრობ. ხო. ახლა მე ძალიან ბევრი მყავს ეგეთი მეგობარი, აღარა გვაქვს ბიზნეს ურთიერთობები. მქონდა 30 წლის წინ, 25 წლის წინ და ზოგი აღარ არის ბიზნესში, ზოგი სხვა სფეროში გადავიდა, მაგრამ მეგობრება დავრჩით და ესეთები ბევრი არ არიან, სულ რამოდენიმეა. უმრავლესობასთან საერთოდ აღარ მაქვს ურთიერთობა, ვინც ბიზნესში აღარ არის. ასე რომ ვინც ბიზნესში აღარ არის, ვისთანაც ბიზნეს ურთიერთობა აღარ მაქვს, მაგრამ პირადი ურთიერთობები მაქვს. ეს არის ნამდვილი მეგობრობა. კი ბატონო. ამბობენ რომ მედიცინას ზღვარი არ აქვს, იმიტომ რომ ის ადამიანის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული და ვით უნდა განვითარდეს, ხო? თუ არ განვითარდა და თუ თანამედროვე ტექნოლოგიებით არ დაეხმარა, ესე ძნელი იქნება. ამიტომ არის საინტერესო მედიცინა და მე ვფიქრობ ჭადრაკიც ამიტომ არის საინტერესო, რომ ის ამოუწურავია. თუ ყველა ვარიანტი გათვალა თქვა კომპიუტერმა, ხო საინტერესოც აღარ იქნება, მაგრამ კომპიუტერსაც არ შეუძლია გათვალოს ჯეჯურობით. ყველა ვარიანტი ძალიან კარგი არის. მე მაინტერესებს შენი დამოკიდებულება, ჩვენ დავიწყეთ ჭადრაკის სკოლაში პროექტი, შემდეგ ჭადრაკი უნივერსიტეტში და ეხლა სულ უფრო პოპულარული ხდება საზოგადოებრივი ჭადრაკი. ანუ ჭადრაკი სოციალური საკითხი ხდება უკვე საზოგადოებისათვის. ეგ მაინტერესებს შენი დამოკიდებულება და შენი შვილები თუ დამაშობენ ჭადრაკს. კი, ჩემი შვილები ყველა თამაშობს, სხვათა შორის სკოლაში ასწავლეს და სკოლაში ტურნირებიც ჰქონდათ და ამას წინაც ჰქონდა რამდენიმე დღის წინ საუბარი და ხა პატარები რო იყვნენ რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველ კვირა დღეს ვატარებდი სახლში ჩემპიონატს. ოჯახი ჩემპიონატს. ჩემპიონატს ყოველ კვირა დღეს და რამდენიმე დღის წინ ძალიან სასიამოვნოდ გაიხსენეს ეგ პერიოდი. ძალიან კარგი. ანუ ისე როგორც კუნთებს უნდა ვარჯიში, ტვინსაც უნდა ვარჯიში, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ ჭადრაკის სკოლაში ძალიან მნიშვნელოვანია. არანაკლებად უნდა ვარჯიში, როგორც კუნთებს. რაც უფრო სისტემურია ეს ვარჯიში, როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი მით უკეთესი. ესე დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჭადრაკი, აი ტოპ კომპანიებში. ტოპ კომპანიების მენეჯერები და მმართველები
სულ უფრო ხშირად იღებენ გაკვეთილებს, მონაწილეობენ ამა თუ იმ ღონისძიებაში და სხვათა შორის იმართება მსოფლიო ჩემპიონატი კორპორატიული კომპანიების შორის. და ესე თამაშობენ Google, Microsoft და ძალიან მაგარი კომპანიები თამაშობენ მოკლედ ამ ჩემპიონატში. ავერსი არის ერთ-ერთი მოწინავე კომპანია საქართველოში. თავისი ტექნოლოგიების დანერგვით, ინოვაციების ხელშეწყობით. არ გიფიქრიათ, რომ ჭადრაგის კლუბი კარგი იქნება თქვენი თანამშრომლების როგორც გონებრივი განვითარების, ესე კარგი აქტიური დასვენებისათვის. ხო, აქამდე არ მიფიქრე, მაგრამ ეხლა დამოფიქრა ამ საკითხმა და ძალიან მომწონს ეს აზრი. ბევრ კომპანიებში შიდა ჩემპიონატებსაც ატარებენ. როდესაც ბევრი სასწავლებელი თანამშრომელი. ძალიან საინტერესო იდეაა. შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბატა, დიდი მადლობა ჩვენი გადაცემა, ჰქვია გონების დაფა, ჩვენ გვაქვს გონების დაფა, რომელსაც ყველა ჩვენი სტუმარი თავის სურვილებს ან რას გვისურვებ და თავის ხელმოწერას გვიტოვებს და გთხოვთ რომ ეს გავაკეთოთ. სიამოვნებით. კარგი, ჩვენს რუბრიკაში ჭადრაგის დაფა მინდა წარმოგიდგინოთ, როგორც თქვით, ვეიკანზეში გათამაშებული ძალიან საინტერესო პარტია, თეთრებითა მატიას ბლაუბაუმი, შავებით არის ჯავოხრე სინდაროვი, სხვადასხვა სინდაროვი ახლახან გახდა მსოფლიო თასის გამარჯვებული, ეს ახალგაზრდა უზბეკი მოჭადრაკეა, რომელიც აღმავლობის გზაზე არის და აი პარტია ძალიან საინტერესო წარიმართა. გათამაშდა ძველინდურის დასვა. ძველინდურის დაცვის დამახასიათებელია თეთრები ცენს იპყრობენ, შავები შეგნებულად ტოვებენ მათ ცენს, მაგრამ შემდეგ ფიგურული თამაშით ზეწოლას ახდენენ ამ ცენზე და აი აქ იყო კრიტიკული პოზიცია, შეეძლო თეთრებს ჩაეკეტათ ეს ცენტრი, მაგრამ მათ გადაწყვიტეს როქი ეთამაშათ და გაგრძელდა თამაში, როგორც ვამბობ, ცენტრისთან საბრძოლველად. ეტლიერო უკვე F3 უნდა მოვიდეს, რადგანაც E4 პაიკი დასაცველი არის და ამ დროს სუსტდება შავი უჯრები, რომელსაც სხვადასხვა ბოლოს წამოყო თავი პარტიის იჩინა თავი, კი, ეგრეთ მივხვდი. C6 სავალდებულოს რომ ამ D5 უჯრე უნდა გაკონტროლდეს, ლაზერი D2, თეთრები აგრძელებენ ცენტრალურ სტრატეგიას, A4 საჭირო სულარეს ლაზერი ახოძე უნდა გამოვიდეს და შემდეგ შეუძლია მას მეფის ფაზეც გადასროლა მოხდეს მისი, ეტლი A1 ლაზერი A5 და F4. სოშორის პირველი შეხედვით თითქოს D6 პაიკი სუსტია და ნუ რაღა დაიცავს ამას, მაგრამ როგორც თქვი, ძველინდური იმითაც გამოირჩევა, რომ ტაქტიკური შესაძლებლობა ძალიან მრავლად არის და შევამაკ ტაქტიკური ხერხით მოახერხეს კუს ესე ვთქვათ უკან გაბრუნება. მხედარი 6 მოვიდნენ და თეთრები უძლებლები გახდნენ. უკან წამოსულიყვნენ Q3, თუ აიღებდა მხედარს D6-ზე მოხდებოდა შემდეგი რამ მხედარი E4 იყო ტაქტიკური დარტყმა, მხედარი E4 უნდა მოკლეს და D4 შემდეგ ფაქტურად შავის პრობლემები აღარ აქვს. Q3 შემდეგ შავები მოვიდნენ მხედარი A5, ისინი აგრძელებენ ბრძოლას შავი უჯრებისათვის, რომელსაც მეფის წინ არის სუსტეები და აქ თეთრებმა გადაწყვიტეს რადგანაც მხედრით აიღოთ A4 პაიკი. სიმართლე ჩემთვის მე რომ მეთამაშე არ მოკლავდი ამ A4 პაიკს და ვითამაშებდი უფრო სოლიდურ გაგრძელებას მხედარი D2-ს და ამით შევინარჩუნებდი ცენტრი დაძაბულობას და იმ შავ უჯრებს როგორღაც დავიცავდი, ხო? მაგრამ ნუ თეთრებმა აირჩიეს ეს გადაწყვეტილება, გაიცვალა შემდეგ ფიგურები და ლაზერის G5-ის შემდეგ, აი როგორც თქვი, ლაზერი გადასროლილი იქნა ლაზერის მეფის ფრთაზე და უკვე სერიოზული მუქარები აქვს თეთრ მეფეს. თეთრ მეფეს აქვს უკვე მithვით აი Q1. ეტლი D2, მხედარი F4, მეფე A1, უკვე მხედარი A3 ეკიდა და ლაზერი A7 ძალიან მაგარი სულა არის, მომეწონა ძალიან ესვლა, რომლის შემდეგ ირკვევა რომ თეთრებს აქვს 11 პაიკი, შეუძლიათ აიყვანონ მეორე პაიკი, მაგრამ შავები ტაქტიკური ხერხებით ინარჩუნებენ თანაფარდობას მაინც. ლაზერი D6 Q3, სოდაშო თეთრებმა იფიქრეს რომ ლაზერი D6 შემდეგ Q3 და ალბათ გამოვიდოდა ფრე მუდმივი ქიშით ლაზერი A3, მეფე A1, მეფე G1, ლაზერი G3 და ასე მუდმივი ქიშით, მაგრამ შავებმა იეშმაკეს, იცი, ჯერ მოვიდნენ ეტლი E6 და თეთრებს არჩევანის საშუალება მიცეს. ანუ იყო კარგი არჩევანი, რომლის შემდეგ გამოდიოდა ფრე, მაგალითად ლაზერი D7 შემდეგ გამოდიოდა ფრე ისევ მუდმივი ქიშით, მაგრამ შავებმა თეთრებმა ითამაშეს ლაზერი C5. შორის მე უყურებდი ონლაინში გოგო ამ პარტიას და გამიკვირდა რომ ძალიან სწრაფად ითამაშა თეთრებმა ესვლა. იმიტომ რომ ფაქტობრივად ამ სვლის შემდეგ ძალიან ელეგანტურად დაასრულეს შავებმა თამაში. აი ნახეთ ლაზერი მხედარი D3 ნახე როგორი სვლა არის. და მე მოგეწონება გოგა. ორი დარტყმის ქვეშ მიდის მხედარი და იძულებული არიან თეთრებმა ეტლით აიღონ.
რითაც ეტლი მეორე ხაზს უკვე ვეღარ იცავს მეფის წინ. და შესაბამისად. იმიტომ კუთი აღება არ შეიძლებოდა, რადგანაც ლაზერი D2 არის, უბრალოდ ორი ფიგურა კიდია. და როდესაც აიღეს ეტლი D3, ლაზერი H3, მეფე G1, ლაზერი G3, მეფე H1 და კულმინაციური სულა G5. ეტლი H6-დან აღარ არის დაცვა. აღარ არის, ვეღარ იცავს. ვეღარ იცავს და აი ესე ლამაზად ელეგანტურად გაიმარჯვენ შავებმა. ხო, იცით, ეს ლაზერის სვლა ჩემი ეს ალბათ იმაზე იყო ორიენტირებული სიჩქარე, რომ ლაზერი გადაერჩინა და აღარ ფიქრობდა. ხო, მაგრამ მაინც კრიტიკული მომენტი არის. პარტიის მე ვფიქრობ მეტი დაფიქრება იყო საჭირო, რა სიზუსტეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რა თქმა უნდა. ესე იგი ჩვენ შლით პარტიებს და არა ნერვებს და უკვე შენიერი პარტია გაშალა გიორგაძემ ძალიან მომეწონა სხვათაშორის ძალიან მე მინდა ახლა ისევ და ისევ ეკანზედან ჩვენს მაყურებლებს კონკურსის სახით შევთავაზოთ პოზიცია, რომელიც სხვადასხვა შავებთ ითამაშა პატარა უნდენკირდმა ორომ. არგენტინა ორომ, აი ამ პოზიციაში 12 წლის ორომ, აი ამ პოზიციაში შავებმა მრავალმხრივი კომბინაცია ჩაატარეს, რომლის შემდეგ მიიღეს გადამწყვეტი უპირატესობა. ჩვენს მაყურებლებს შეუძლია ეს პოზიცია ამოხსნან, როგორც წინა შემთხვევაში გამოგვიგზავნონ თავიანთი პასუხი და გამარჯვებულს დავაპატიჟოთ კლუბ 64-ში. კი, ჩვენი მისამართი არის უცვლელი Facebook-ზე, ეს არის კლუბი 64 საქართველო, ველი თქვენგან გამოხმაურებას. ახლა კი ჩვენს გადაცემაში ისტორიის დრო არის. 1916 წელს 7 იანვარს დაიბადა ლეგენდარული მოჭადრაკე ესტონელი პაულ კერესი. მას უწოდებდნენ უგვირგვინო ასე ვთქვათ ჩემპიონს, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთხელ არ მოუპოვებია სოფლიო ჩემპიონის ტიტული, 4-ჯერ იყო მეორე ადგილზე. ის მაინც დარჩა ლეგენდად, ის თავისი უკომპრომისობით, სამართლიანი თამაშით, შეუპოვრობით, საოცარი ასე გადაწყვეტილებებით დაფაზე და იმდენად საპატივსაცემო სპორტსმენი იყო, რომ 1994 წელს, როდესაც ესტონეთში შემოვიდა საკუთარი ფულის ერთეული კრონი 5 კრონზე კერესის ფოტო დაიტანეს და ასე მიაგეს პატივი აი ამ ლეგენდარულ მოჭადრაკეს და შემთხვევით შეიძლება მე მინდა ურჩიო ჩვენს ახალგაზრდა მსმენელებს და არა მარტო ახალგაზრდას, რომ ძალიან კარგი წიგნი არის კერესის ასი პარტია. თუ ამ წიგნს ნახავენ და გაარჩევენ, კერესის კომენტარებით არის ეს პარტიები ძალიან დიდ ცოდნას მიიღებენ. ასე რომ აუცილებლად ვინც ჭადრაკით ხართ დაინტერესებული, მართლაც ერთ-ერთი სამაგიდო საჭადრაკო წიგნი არის ჰერესის ეს ასი პარტია. კიდევ ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ ჰასტინგსის შეჯიბრებაზე, ეს არის ყველაზე ძველი საჭადრაკო შეჯიბრება მსოფლიოში. 1892 წელს დაარსდა, მაგრამ 1995 წელს პირველი შეხვედრები გაიმართა, ეს არის ელიტური შეჯიბრება, პრაქტიკულად პირველ 10 მსოფლიო ჩემპიონს აქ მონაწილეობა მიღებული აქვს და იმართება ასევე ესეთ საახალწლო დღეებში ინგლისში და ყოველთვის იქცევს დიდ ყურადღებას საჭადრაკო დღეებში. გოგა სულ მიდოდა თამაში ჰასტინგში, მაგრამ ეს საბსაგავში პერიოდში შეუძლებელი იყო, რადგანაც ლიმიტირებული იყო გასვლა საერთო ტურნირებზე. მე რთული იყო, მაგრამ ძალიან გულშემატკივრობდი ამ ტურნირს ყოველთვის. ჰასტინგსში ქართველებსაც მიუღიათ მონაწილეობა, ყველა საუკეთესო შედეგი ნონა გაფრინდაშვილს ჰქონდა, მართლაც შეუპოვრად იბრძოლა ჩვენმა ლეგენდარულმა ჩემპიონმა და საუკეთესო შედეგი მამაკაცებში და მეხუთე ადგილი დაიკავა მან ჰასტინგსში. მადლობა გოგა საინტერესო ისტორიისათვის. მე აქვე დავზენ, რომ სხვადასხვა პირველი ორგანიზებული საჭადრაკო კლუბი თბილისში 1877 წელს დაარსდა. სად იყო ჰასტინგსი ჭადრაკის? და სხვადასხვა ეს თარიღი ჩვენს ჭადრაკის ფედერაციის ლოგოზეც არის დატანილი. ძალიან კარგი იქნება შემდეგ გადაცემაში თუ მოვუყვებით. მოვუყვეთ ეს ისტორია ამ მოვლენაზე, როგორ და რა მოხდა 1877 წელს და როგორ შეიქმნა საჭადრაკო კლუბი და შეჯიბრება თბილისში. დღესული ეს იყო გოგა, დავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებლებს, უსურვოთ მათ წარმატებული კვირა, წარმატებული დასვენებები და მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე გვიყურეთ ჩვენ Silk Universal-ზე და ასევე Silk Sport-ის 2-ზე და Silk Sport 3-ზე.